გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ შევამჩნია, რომ არის ინტერესი მოსახლეობაში სამფაზიანი ესეთი ძრავების ფაზანურზე სამუშაოდ გადაკეთებასთან დაკავშირებით. და შევეცდები ახლა ძალიან მოკლედ აგიხსნათ რა და როგორ კეთდება. თავად ძრავი დაგჭირდებათ ესეთი სამფაზიანი, რომელსაც ექნება 6 გამომყვანი სადენი. C1, C2, ეს ძველი მონიშნით C3, C4, C5, C6. უნდა შეერთდეს აუცილებლად ესე, ანუ სამკუთხა ტიპით. შემდეგ, მაგედან გამომავალი 3 სადენი ოდის აი ესეთ უკრაინული წარმოების გამშვებ ჩამრთველში, რომელსაც ესეთი სახურავი თავსახური მოყვება. აი, ესეთი თავსახური მოყვება და აწყობილი სახით ესე გამოიყურება. ესეთ ვარიანტში. სამივე ზედა კონტაქტზე. ოდის ძრავიდან გამომავალი სადენები. შემდეგ ესეთი გამშვები კონდენსატორი დაგჭირდება და აი ესეთი ლურჯია გამშვები კონდენსატორი, ეს არის მუშა კონდენსატორი. დააკვირდით, მუშა კონდენსატორს საბოლოო ჰქონდეს 400-450 ვოლტი. გამშვებ კონდენსატორზე დასაშვებია ძაბვა 250 ვოლტი და მეტი. შემდეგ მუშა კონდენსატორის 2 სადენი მოდის შუა და ერთ-ერთ ნაპირა სადენებზე გამშვებ ჩამრთველზე. აი, კონტაქტებზე. შუა და ერთ-ერთ ნაპირაზე. ამ შემთხვევაში აღებულია მარჯვენა ნაპირა კონტაქტი. რაც შეეხება გამშვები კონდენსატორის სადენებს, მოდის ესე ქვემოდან და შედის ქვემოდან, ნახეთ, იგივე კონტაქტებზე, სადაც მუშაობს მუშა კონდენსატორი. აი ეს არის გამშვები კონდენსატორის ეს ლურჯი წვრილი და ეს ყავისფერი წვრილი სადენი. და აქვე ორივე ნაპირა კონტაქტზე უერთდება ქსელის სადენი. აი, ქსელის სადენი. ეს არის ქსელის სადენი. ეხლა ქსელის სადენი შევაერთებთ ქსელში. ქსელის სადენი შევაერთებთ ქსელში და ესეთი რაღაცა ხდება, ნახეთ. აი ეს შუა კონტაქტი ძრავის გაშვების შემდეგ აიწევა მაღლა. გაეშვა ძრავი, მუშაობს, ბრუნავს. გავთიშავთ. გაითიშა სამივე კონტაქტი. ახლა ჩართვისას ირთვება სამივე კონტაქტი და შემდეგ ეს ფეხი შუა კონტაქტი აიწევა და ძრავთან ჩართული რჩება მხოლოდ მუშა კონდენსატორი. გამშვები კონდენსატორი ითიშება ქსელიდან. დიდია ჩვენ შემთხვევაში გამშვები კონდენსატორის ტევადობა, ამიტომაც გამოსცემს ძრავი ესეთ საცოდავ ხმას. თუმცა ესე უმჯობესია, რადგანაც გაშვება უფრო საიმედოა. ძრავისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც სულ მილიწამების განმავლობაში ხდება გაშვება ძრავს. სულ ეს იყო რისი თქმა და ჩვენებაც მინდა და მადლობა ყურადღებისთვის.